გადაცემის დასაწყისში ჩვენ ვახსენეთ, რომ განათლების სამინისტროში ახლაც მიმდინარეობს შეხვედრა ქართული ოცნების განათლების მინისტრთან. ბატონი იაგო კაჭკაჭიშვილი ამ შეხვედრაზე იყო, იქიდან გამოვიდა ამდენად ძალიან საინტერესო ერთის მხრივ ინფორმაციის მატარებელიც არის. ყველას გვაინტერესებს თუ რა პოზიციებით მიმდინარეობდა ეს შეხვედრა, როგორ დამთავრდა ჯერ ვერ ვიტყვით, რამდენადაც გრძელდება და ჩვენ ჩარვთავთ მსვლელობის დროს. გამოიხატა თუ არა რაიმე მზაობა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების გადახედვისა გაერთიანებასთან დაკავშირებით. მოგესალმებით გიორგი, მივესალმებ მაყურებლებს. ერთ-ერთი მწვავე კითხვა, რომელიც პირადად მე დავსვი მინისტრის მისამართად იყო ეს, რომ რა განზრახვით შევიკრიბეთ ჩვენ დღეს და რა მოლოდინები უნდა გქონდეს. ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება ეს არის უკვე ასე ვთქვათ, შემდგარი ფაქტი და ჩვენ დღეს პოსტფაქტუმ სჯელობთ რა ხდება შემდეგ. თუ თავად ეს გადაწყვეტილება შეიძლება დადგეს ეჭვის ქვეშ, გადაისინჯოს და ასე შემდეგ. ამაზე ბატონმა მინისტრმა პირდაპირ პასუხს თავი არის და საკმაოდ ბუნდოვანი პასუხი გამცა, მაგრამ როგორც ჩანს აუდიტორიას მოეწონა ეს კითხვა და დატრიალდა ეს კითხვა, ასე ვთქვათ, დარბაზში და შემდეგ მან უკვე ისიძულებული იყო ერთმნიშვნელოვნად ეთქვა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ის აღარ გადაისინჯება და ჩვენ ვიკრიბებით დღეს აქ იმიტომ და შემდეგი შეკრებებიც ამას მიეძღვნება, როგორ გავხადოთ ეს გადაწყვეტილება მაქსიმალურად ეფექტიანი, ნაკლები მტკივნეული პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის, პროგრამებისთვის და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ერთი პასუხი, ასე ვთქვათ, მინისტრისგან გავიგეთ. მეორე პასუხი, რომელიც მინისტრისგან გავიგეთ და მე თუ მკითხავთ ბატონ გიორგი, ეს ჩემთვის უფრო და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ უმაღლეს განათლების სფეროსთვის და სისტემისთვის კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია არის ის, რომ ჩემი ჩაკითხვის შედეგად პრინციპში მინისტრი დაეთანხმა იმას, რომ უნივერსიტეტების მიერ მოზიდული ნებისმიერი გრანტი ან ნებისმიერი თანხა, ან ნებისმიერი სახსარი, ფინანსური თუ მატერიალური მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება ქმედითი თუ მას მთავრობა ვიზირებას გაუკეთებს თუ ამაზე თანხმობას მთავრობა გააკეთებს. ანუ ეს ბმა სრულად აშკარა პირველი მოსმენით ეს კანონი მიღებულია და დარწმუნებული ვარ ძალაში შევა, ეს ცვლილება უცხოური გრანტების შესახებ კანონში იქ შავი თეთრზე პირდაპირ წერია, რომ ნებისმიერი გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი კონტრიბუცია, არა მხოლოდ ფულადი, არამედ არაფულადი, რომელიც შემოდის ქვეყანაში და ხმარდება პრინციპში ნებისმიერი სახის აქტივობას. არავინ იფიქროს, რომ აქ მხოლოდ პოლიტიკურ აქტივობაზეა ლაპარაკი, არავინ იფიქროს, რომ აქ მხოლოდ ასე ვთქვათ, პოლიტიკურად სენსიტიურ ამბებზეა ლაპარაკი. კანონში არის თქვენ მიაქციეთ თუ არა ყურადღება ამ ტელემაყურებელმა პირდაპირ წერია. აქ იგულისხმება ის აქტივობები, რომლებიც საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის პოტენციალს ატარებს. წარმოიდგინეთ, ანუ ეს საუნივერსიტეტო მისიის ერთ-ერთი ნაწილია. და საუნივერსიტეტო მისია ეგ არის სწორედ, სხვა შორის სამივე მისია, მაინდა-მაინც არა მხოლოდ მესამე მისია, რომელიც პირდაპირ გულისხმობს უნივერსიტეტის მონაწილეობას სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ასე ვთქვათ, სოციალური კეთილდღეობის ზრდის საქმეში, არამედ თუნდაც ცოდნის გადაცემა, სწავლა და კვლევა, ესეც საზოგადოებაზე ზემოქმედების მოხდენის ინსტრუმენტებია, ხო? ამიტომ სრულად კაფეო წერია კანონში, რომ ეს აქტივობებიც კი და ამ აქტივობებისთვის მიღებული ნებისმიერი თეთრიც კი, ნებისმიერი დაფინანსებაც კი მოითხოვს მთავრობის ვიზირებას. და მე პირდაპირ ვთხარი მინისტრს, რომ ამაზე უფრო მეტი ავტორიტარიზმი განათლების სფეროში რაღა, ესე იგი მე მოვესწარი საბჭოთა დროს და მე მგონი საბჭოთა დროს არ ყოფილა ასეთი ხისტი, ასე ვთქვათ, ასეთი ხისტი კონტროლი აკადემიურ სივრცეზე, უკვე აღარაფერს ვამბობ მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს არის არნახული ავტორიტარიზმი. ეს არის აკადემიური სივრცის, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ იყო გაუკონტროლებელი მეტნაკლებად.
მთავრობის მიერ არა ხელისუფლების მიერ და ინარჩუნებდა ავტონომიურობას და ამოუკიდებლობას და ასე შემდეგ ეს არის აი ამ სივრცის მოგუდვაც და სახელმწიფო სამთავრობო ვერტიკალზე მისი ერთმნიშვნელოვანი ჩამოკიდება ეს სრულიად ცხადია და რაც მთავარია ეს მინისტრმაც დაადასტურა არ უარყვია უпростоრედ კი უარყო ზოგადად აშუაში ავტორიტარიზმი და შემდეგ თუმცა ეს დაადასტურა რომ ეს ასე იქნება ოღონდ ეს შეამსუბუქა შემდეგი არგუმენტით რომ ნუ ხო ახლა ეს გრანტები რომელიც წამოვა და ქვეყნის განვითარებას მოხმარდება კონვეიერული წესით იქნება ვიზირებული მთავრობის მიერ რაც არავის არ ჯერა საჭიროდ ჩავთვლი მაგალითად გასაკურველი ხო ნუ ავტორიტარიზმის და კარგად გაიფილტრება კონვეიერული წესი დიახ და უმაღლეს განათლების გაკონტროლების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორზე ითქვა იქ რომ დაინიშნება მართველი საბჭო ნუ რექტორი პრინციპში ორივე უნივერსიტეტის გარდამავალ რეფორმის პერიოდში ოღონდ თქვენ ხო იცით რომ ეს გარდამავალი არასოდეს ეს გარდამავალი იქცევა მუდმივად და როგორც ეს ხშირად იქცევა მუდმივად და ეს ადამიანი გააკონტროლებს ყველა მას ეყოლება აპარატი ეს საბჭო გააკონტროლებს ყველაფერს მათ შორის გააკონტროლებს რომელი სასწავლო პროგრამა დარჩება უნივერსიტეტში, რამდენი სტუდენტის მიღება შეიძლება მათთვის სასწავლო პროგრამას, პროფესორთა რაოდენობა თითოეულ სასწავლო პროგრამას როგორ მოემსახურება და ასე შემდეგ. ანუ ეს იქნება ტოტალური კონტროლი ზემოდან, რაც პრინციპში გიორგი ეს უნდა ვთქვათ, რომ არ ყოფილა არასოდეს საუნივერსიტეტო განათლებას და პრაქტიკას ბევრი პრობლემა ახსოვს, ბევრი სირთულე ახსოვს, მაგრამ ასეთი შეტევა აკადემიური სივრცის თავისუფლებაზე არასოდეს ყოფილა. რამდენიმე დეტალი მაინტერესებს შეხვედრის მიმდინარეობიდან. დიახ. ეს შეხვედრა ცარიელ მოედანზე არ დაწყებულა, ჯერ სრულიად მოულოდნელი სიურპრიზი. შოკის მომგვრელი არა მარტო საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის, როცა გავიგეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგ ერთკვირიანი პაუზა, როცა მინისტრი სადღაც დაიკარგა, წავიდა, მოიარა ნახევარი მსოფლიო, სადაც უშვებენ ჯერ კიდევ ოცნების წარმომადგენლებს ისე რომ ამხელა ამბავი დააგდო და მოადგილესთან მოუწიათ კომუნიკაცია რექტორებს ტელეფონით. ამას მოყვა შემდეგ აკადემიური საბჭოების და წარმომადგენლობით საბჭოების მიერ მიღებული ფორმალური გადაწყვეტილებები. დღეს თქვენ იქ მიხოდით არა მარტო თქვენი პერსონალური განწყობებით, არამედ მანდატით ორი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოების, რომლებმაც ერთხმად უარყვეს და არ მოიწონეს პოლიტიკური გადაწყვეტილება გაერთიანებასთან დაკავშირებით და ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს. თითქოს მე მაინტერესებს რექტორები, რომლებიც ალბათ პრეზიდიუმში ისხდნენ ამ შეხვედრების, მათ ეს გადაწყვეტილებები ოფიციალურად წარუდგინეს თუ არა მინისტრს და მინისტრს რა რეაქცია ჰქონდა რექტორების ამ პოზიციებზე. თუ რექტორებს საერთოდ არ ულაპარაკებთ. კარგი შეკითხვაა, როდესაც ამ ასე ვთქვათ შიდა საუნივერსიტეტო საზოგადოების მობილიზაციას ახსენებთ. ესე იგი პრაქტიკულად შეხვედრას ესწრებოდა ყველა ფაკულტეტის დეკანი და ასევე მიმართულების ხელმძღვანელები და არც ერთს ორივე უნივერსიტეტიდან. სხვა შორის ესე იგი რექტორების ჩათვლით არც ერთს არ უთქვამს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. ყველამ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გაილაშქრა და თანაც ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ ეს ჰქონდათ გიორგი, რომ ჩვენ თავს კი არ წარმოვადგენთ, არამედ წარმოვადგენთ ამ უნივერსიტეტებს, იმიტომ რომ წარმომადგენლობითმა ორგანოებმა, სენატებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ამიტომ ყველა თითოეულ დეკანს ამ პროფესორ მასწავლებელს შეეძლო იქ ელაპარაკა უნივერსიტეტის სახელით. ოღონდ აქ იყო ერთ საინტერესო ამბავი, საინტერესო დაკვირვება უნდა შემოგთავაზოთ. არ დავმალავ ცხადია ამას, ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგიერთი პროფესორი თავის საპროტესტო გამოსვლას იწყებდა ასე: ჩვენ ვართ ქართული ოცნების მომხრე, ჩვენ ვართ ვიძინა ივანიშვილის მომხრე, ჩვენ ვართ ამ მთავრობის მომხრე და ვეთანხმებით რეფორმებს და ასე შემდეგ და შემდეგ იწყებოდა ასე ვთქვათ განადგურება აი ამ გადაწყვეტილების, ხო? და საბოლოო ჯამში რას ვიღებთ, რომ ობიექტურად ბევრ ცუდ რამეს, რაზეც უკვე ვილაპარაკე, მაგრამ ამავე დროს ობიექტურად ვიღებთ იმას, რომ ქართული ოცნება
თავისი მომხრეების წრეს აპატარავებს და პირიქით მის მიმართ უნდობლად ან საპროტესტოდ განწყობილ ადამიანთა წრეს ზრდის. ეს ჩვენ ეს სულად აშკარა იყო იმ შეხვედრაზე და რაღაცა ყველა კიდე კონდათ ადამიანებს იმედი რომ კარგია რომ ჩვენ საუბრის ბოლოს ამ შემთხვევაში არა როგორც უნივერსიტეტის პროფესორს, არამედ თქვენს უშუალო პროფესიასა და კვლევით სფეროს თქვენ თავადვე, ასე ვთქვათ, კი არ მიუახლოვდით, გაუსვით ხაზს და აი ჩემი ბოლო კითხვა უკავშირდება თქვენს შეფასებას და მოლოდინს და პროგნოზს ამ შემთხვევაში როგორც სოციოლოგიის დოქტორის. თქვენ უკვე ახსენეთ, რომ რეჟიმი ივანიშვილი იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს და ეხლა ეს თავად მიქანაძის თავშროარ მოხარშულა ვიცით იქიდან ფაქტობრივი მტკიცებულების სახით რომ ერთი კვირით ადრე მისული იყო და თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარების და ამხრივ ტექნიკური უნივერსიტეტის განსაკუთრებულ მისიაზე ისაუბრა ჩვენ გუში ვაჩვენეთ ეს მოსახლეობას ივანიშვილი ასეთი გადაწყვეტილებებით არა უბრალოდ ანაწყენებს თავის მომხრეებს არამედ აი ეს მინდა რომ თქვენგან მოვისმინე როგორც პროფესიონალისგან მე და ჩემნაირები რომ კრიტიკულად ვართ განწყობილი ივანიშვილის მიმართ ეს ჩვენ მუდმივ ტონუსში გვამყოფებს მაგრამ ერთია როცა ივანიშვილის მიმართ რაც განსაკუთრებული იმედების მატარებელი ხარ ადამიანი და პლუს ამისთვის ბევრი რამ კიდევ გაგიკეთებია ამას რო წყალში გადაგიყრიან და თან უკიდურეს იმედგაცრუებას გახვედრებენ ისე რომ თან დაქცინებენ ამაზე რასაც ახლა აკეთებს ივანიშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებელთან მიმართებაში ეს მე მგონია რომ უფრო დიდ აგრესიას იწვევს ადამიანებში. აი თქვენ რას ელით ამ ადამიანების მომავალი განწყობების ფორმირებასთან აკავშირებთ? იცით რა, მინიმუმ რასაც ველი ეს პრინციპში უკვე ვთქვი, ეს არის ასე ვთქვათ საპროტესტო წრის გაფართოება. მე არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხმა, კონკრეტულად ამ საკითხმა შეიძლება ასე ვთქვათ რევოლუცია მოახდინოს საქართველოში და ის აღმოჩნდეს ასე ვთქვათ ძირითადი მიზეზი აი ასეთი ასე ვთქვათ მასშტაბური პროტესტის, მაგრამ ის ნამდვილად შეიძლება აღმოჩნდეს საბაბი, ნამდვილად შეიძლება აღმოჩნდეს ასე ვთქვათ ბიძგის მიმცემი იმ საპროტესტო ტალღისა, რომელსაც ბევრი ადამიანი შეუერთდება სხვადასხვა მიზეზით, არა მხოლოდ ამ მიზეზით, არამედ სხვადასხვა მიზეზით. ამის პოტენციალს მე ნამდვილად ხედავ.